ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ფიცის მეორე დასადებად ემზადება. რამდენიმე საათში ის უზენაესის სასამართლოს მთავარი მოსამართლის რობერტსის წინაშე ბიბლიაზე ფიცს დადებს, რომელიც ხელში როგორც წესი მომავალი პრეზიდენტის მეუღლეს ექნება და წარმოსთქვამს, რომ ერთგულად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, შეინარჩუნებს და დაიცავს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციას. ცერემონია დაბალი ტემპერატურისა და მუსოლონელი ყინვის გამო კონგრესის შენობაში გაიმართება. კაპიტოლიუმის დახურულ სივრცეში მოეწყობა საინაუგურაციო აღლუმი და საზეიმო მიღებაც. რას შეცვლის ტრამპის პოლიტიკა მსოფლიოსა და საქართველოს დღის წესრიგში. კითხვა, რომლის პასუხების მიღების მოლოდინი დიდია, ჩვენ ისტორიკოს დაუსვით. შალვა თავაძე გვეუბნება, რომ ცვლილებები იქნება და ეს პირველ რიგში მსოფლიო რუკას დაეტყობა. ის იმედოვნებს, რომ შტატების ყურადღების ცენტრში იქნება საქართველოც, მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ქართველი პოლიტიკოსებისგან კი მეტ დაფიქრებას და სწორ პოზიციონირებას ელოდება. ჩვენ მომსწრე ვიქნებით სულ მალე ახალი პოლიტიკური რუკის. ავით რამდენად მოახდენს კარგავლენას საერთოდ მშვიდობასთან დაკავშირებით, ცოტა ძნელი ამის თქმა, მაგრამ ახალი პოლიტიკური რუკა რომ შეიქმნება მსოფლიოში, ეს აქედანვე ცხადია. ტრამპი არ გამორიცხავს ურთიერთობას არა მარტო თავის მოკავშირეებთან, არამედ მტრებთანაც. მან პირდაპირ თქვა, რომ ის ითანამშრომლებს რუსეთთან და ითანამშრომლებს ჩინეთთან. ეს კი მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა თანაფარდობას და მე მგონია, რომ ევროპა, რომელიც ამდენხან მიზიდულობის ძირითადი ცენტრი იყო, შედარებით დასუსტება ამ მხრივ ევროპა. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური კურსი არ იძლევა იმის, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაც ჩანს, არ იძლევა იმის პერსპექტივას, რომ ის ევროპულ დემოკრატიას ფინანსურად მხარს დაუჭერს. მან პირდაპირ თქვა, რომ ნატო უნდა იყოს ძლიერი ორგანიზაცია, თუმცა არა ამერიკის შეერთებული შტატების ხარჯზე. რომ ევროპამაც, ევროპის ქვეყნებმაც თავის თავზე უნდა იყონ ის ფინანსური ტვირთი, რაც ნატოს ჭირდება. რამდენად დასუსტებული ევროპა, რამდენად შეძლებს ამას. რამდენად გაუძლებს ამ წნეხს, რა ვიცი, კითხვის ნიშნები ჩანს. ახლა რაც შეეხება წაადგება თუ არა ქართულ პოლიტიკას და ზოგადად ჩვენს სუვერენიტეტს ტრამპის ახალი საგარეო პოლიტიკური კურსი. მე სამწუხაროდ მივჩერები ვარ, რომ მსოფლიო იცვლება, ქართული პოლიტიკური კლასის პოლიტიკური აზროვნება არ იცვლება. რაც შეიძლება სავალალო გაგვიხდეს. ამიტომ მე ურჩევდი ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილი არის, ურჩევდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ გადახედონ თავიანთ პოლიტიკურ შეხედულებებს, რადგან ის ძველი აზროვნება, რომელიც დამკვიდრდა ცივი ომის შემდეგ, მოითხოვს გარკვეულ ცვლილებებს. ვამბობ, რომ ძალიან ბევრი საზღვრები შეიცვლება, სახელმწიფოთა შორის საზღვრები შეიცვლება და ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს აღნიშნულთან დაკავშირებით. ფიქრობ, რომ გადახედავენ მართლა ჩვენი პოლიტიკოსები და ემოციებზე კი არა, არამედ უფრო პრაქტიკოსები გახდებიან თავიანთ აზროვნებაში, რადგან ამერიკა პირდაპირ საუბრობს, ის იმოქმედებს თავისი ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და ამბიციებს თავი უნდა დავანებოთ.
ვაშინგტონში იმყოფება და ცერემონიას კონგრესმენ უილსონის მოწვევით დაესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტიც. მანამდე სალომე ზურაბიშვილი უმცროსი ტრამპის მიერ გამართულ მიღებაზეც იმყოფებოდა. ამავე მიღებაში მონაწილეობა მიიღეს პარტია ფედერალისტების ლიდერებმა. ინაუგურაციაზე დასწრებას აანონსებენ ასევე ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებიც. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის შანსი პარტნიორებამდე ქართველი ხალხის გზავნილი მიიტანონ. მართლ გუნდში კი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ბილეთების შეძენის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ არ მონაწილეობს საქართველოს დავოსის ეკონომიკურ ფორუმში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დავითაშვილმა არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიწვეული არ იყო და ამბობს, რომ ფორუმში მონაწილეობა თავად მთავრობის გადაწყვეტილებაა, ხოლმე წელს კი ეს შეიძლება არ ყოფილიყო პრიორიტეტი. ეს ხო ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც მივდიოდით ფორუმს და ვესწრებოდით ფორუმს. და მათ შორის ფორუმის ფორმატში ჩვენ მქონდა პარალელური შეხვედრები. თუმცა წელს შეიძლება ეს არ ყოფილიყო მაქსიმალურად პროდუქტიული და აქედან გამომდინარე წელს შეიძლება ჩვენ მქონდა სხვა პრიორიტეტები. რატომ შეიძლებოდა, იმიტომ რომ თქვათ სანქციებია, იმიტომ რომ ევროინტეგრაცია გაყინულია და რას ეტყოდით ინვესტორებს, ან სათქმელი არ გქონდათ, რატომ უნდა ჩადონ ფული საქართველოში? ქალბატონ თელარა, ჩვენ ინვესტორებთან ვაგრძელებთ დიალოგს, ვაგრძელებთ კომუნიკაციას უწყოთ რეჟიმში, ამის შესახებ მედიაც მიიღებს ინფორმაციას. გვექნება ძალიან პოზიტიური ინფორმაცია საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესახებ უახლოეს ხანებში მომავალ კვირასაც, ისე რომ ეს პროცესი არ ჩერდება. ინფორმაციისთვის დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს გაიმართება. საქართველოს არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 2 დეკემბერს გამიხდება ზუსტად 50 წელი, რაც ფერომეტში მუშაობ, ისე უკვე გამხდარი მაქვს. აი, როგორ გითხრათ, ჩემთვის ეს დიდი სიამაყეა. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა გაჭივრებულს ადამიანს დაეხმარები, გვერდში დაუდგები, გზას მიცემ, ეს დიდ რაღაცას ნიშნავს. თუნდაც იმისთვის, რომ ის მადლიერია შენს მიმართ. თავიდან რო გითხრათ, არც უნდოდა ჩემ ოჯახის წევრებს ექთანი გამხდარიყავი. პედაგოგიურზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ რაღაც წუთიერად მოვისურვე, რომ ექთანი ვყოფილიყავი და საწყალი დედაჩემი მეხვეწებოდა ფარმაცევტიულზე მაინც ჩააბარეო, მაგრამ არა, რაღაცათო წუთიერად ისე გადავწყვიტე, რომ მინდოდა ეს, მაგრამ მე ამ გავლილი გზით უკმაყოფილო არა ვარ. პირიქით მადლობელი ვარ ამ გავლილით ჩემი გზით, რადგან ჩემთვის ბევრი სიკეთე მოუტანია, დაუნახიეთ ჩემი შრომაც, ვერ ვიტყვი, რომ წყალში ჩამეყარა ყველაფერი ის, რაც მე დღემდე მოვედი და მოვიტანე, ჩემი ადამიანობით. ექიმისთვის ექთანი არის მისი მარჯვენა ხელი და დასაყრდნობი პიროვნება. აი ყველაფერი, როგორც ოჯახის წევრს ვერ უღალატებ, ისე ვერ უღალატებ იმ ექიმს ექთანი. არც გაქვს ამის უფლება. პიროვნებისთვის რა და იყო კეთილსინდისიერი პირველად და მე გული შეგტყიოდეს აი იმ გაჭირებული ადამიანისთვის. მე ასე ვფიქრობ. ჩემი გადმოსახედიდან მე არ მწვენია, როცა აქედან კარს გავიხურავ და წავალ, ნამდვილად არ მწვენია. მე იმდენი სიკეთე გამიკეთებია ავადმყოფის მიმართ, თანამშრომლების მიმართ და ჩემი დაწესებულების მიმართ. მიმიხარია, აი რო გითხრათ, მიმიხარია როდის მივალ, რომ ჩავიცმებ დილას უსაათს გავყურებ, არ დამაგვიანდეს, არც ყოფილა შემთხვევა, რომ ჯერმე დამგვიანებოდა. მივდივარ იმის გამო, რომ იქ რამდენი გაჭირებული ადამიანი გელოდება, შენგან შველას ითხოვს და ამის გამო მე ყოველთვის ვიცი, აი 9 საათიც არ არის გამხდარი და ზოგჯერ კაბინეტის წინ ავადმყოფი დგას, რომ იმას რაღაც უნდა დასახურად მოდის ბიულეტინისთვის, რაღაც დახმარება უნდა. ურთიერთობებში მე აი არასდროს აი თუნდაც გაესაუბრეთ ჩემ თანამშრომლებს, ჩემზე ისინი უარყოფით ვერ იტყვიან. გვერდში უდგავა, როდესაც მათ სჭირდებათ ჩემი დახმარება. ყოველთვის. ამირჩიეს ზესტაფონის საპატიო მოქალაქედ. ეს ჯერ იმხელა დაფასება და იმხელა დიდი ჯილდოა, ყველა ჯილდოზე უკეთესია, მე ასე ვფიქრობ. და ამით კიდევ მეტი პასუხისმგებლობა
გამეზარდა ჩემს საქმიანობაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჯერ იმ სიხაროს, რა სიხარულიც მომანიჭეს და ამის შემდეგ კიდევ, რა თქმა უნდა, კიდევ მეტი პასუხისმგებლობას გრძნობ როგორც დაწესებულების, თანამშრომლების მიმართ, ავადმყოფების მიმართ და ჩემთვის პირველ რიგში პაციენტია, რა თქმა უნდა, აქ შემოსული ფერომედის კლინიკაში, რომელიც ჩვენ შემოვყურებს იმედის თვალით. მიამაყება ნამდვილად მე ჯერ ჩემი კლინიკა მიამაყება, მეამაყება ისიც რომ ასეთი პასუხისმგებლობა დამეკისრა, სანამ ვიარსებებ და ვიმუშავებ, კიდევ არ გავამტყუნებ იმ იმედებს, რაც ჩემზეა და ჩემს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც დაწესებულებაში სამსახურში, ავადმყოფების მიმართ, ვეცდები რომ კიდევ უფრო მეტი პირნათლად შევასრულო.